სალამი, დღეს გვექნება ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ბრენდის ინიციოს აღწერა. და დავიწყებ მე ინიციოს აბსოლუტ აფროდიზიაკით. ეს უნამო თქვენთვის არ ამიღწევია და არის ძალიან მაგარი. აქ არის საოცარი ამბრა, ასევე ლამაზ ტყავის ნოტებთან ერთად, ლამაზ ვანილთან ერთად, თან პუდროვანია და ცოტა ალკოჰოლს გრძნობ. ნუ ალკოჰოლი არა აქ იდეაში ნოტებში, მაგრამ ჩემ ცხვირში ალკოჰოლი იგრძნობა. აი აფროდიზიაკი რა შვება არ ვიცი აქ, მაგრამ თვითონ სუნამო საოცარია. ულამაზესად არის გათამაშებული ეს ამბრა, ეს ლამაზი ვანილი, ეს ტყავი იგრძნობა ოღონდ ნაზად, ისე არა ვაი დომინანტი იყოს ტყავი და სიტყვაზე ვთქვა ძალიან გამოხატული იყოს. ძალიან მაგარია. ყველაფერი არის დაბალანსირებული, არაფერი არ ყვირის, არაფერი არ არის დომინანტი და საოცარი სუნამოა. ვისაც არ გაქვთ დატესტილი, აუცილებლად დატესტეთ, ერთ-ერთი ინიციოს საუკეთესო სუნამოა. ეს არის ინიციოს რეჰაბი. ეს არის სუნამო, რომელიც არის გამორჩეული ჟღერადობით. ერთი ვიტყოდი, რომ ჰისტუარი გავს ერთ-ერთი ამას, მეტი მე არ მინახავსო ამ სუნამოს რამე გავდეს. ეს არის თან მოტკბო, თან გრილი, ასევე ციტრუსი შემოდის, ასევე ვანილი აქვს, ესეც პუდროვანია. აი ულამაზესი ჟღერადობა აქვს. ისეთი კარგია, რომ აი 100 კაცში ოგესხას გამოგარჩევენ კომპლიმენტს გეტყვიან და გეტყვიანო თუ რა მაგარი სუნამო გასხია, თუ რა ძალიან მაგრა ჟღერს, აი ეს არის ინიციოს რეჰაბი. ამ ბრენდს თითქმის ყველა სუნამო აქვს საოცარი. ხარისხი არის ფასზე ბევრად მაგარი და უშვებს საოცარ სუნამოებს. ეს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია. ეხლა რაც შეეხება ინიციოს პარაგონს. ნუ ამ სუნამოზე დიდი ამბავია ატეხილი. მე ყველაზე ნაკლებად მომწონს პარაგონი. ხილის მიმართულებაა უფრო. ასევე აქვს ხის ნოტები და უფრო ხილი. ცოტა აი ეს ხილი, ეს რაღაცა ხის ნოტები, ცოტა ჩემ ცხვირში ბოლავს კიდევაც. ვისაც ხილის მიმართულება მოგწონთ და ასევე ხილთან ერთად ციტრუსი, ძალიან მაგარი არომატია. ის მე არ მომწონს, არ ნიშნავს ბევრს, იმიტომ რომ მე არ მომწონს ეს მიმართულება. ასევე ვისაც მოგწონთ ხილის მიმართულება, ციტრუსთან, ხის ნოტებთან ერთად, აუცილებლად დატესტეთ პარაგონი. ბოთლები როგორ გავს ერთმანეთს? ეს არის ინიციოს ბლეიზ ბარაკა. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ალუბალი, რაც კი შეიძლება ადამიანმა გასინჯოს. ნუ ვიტყოდი ჰედონისტის ალუბალი არ არის, იქ არის შავი ალუბალი, ის სხვანაირად ჟღერს, მაგრამ აი ვისაც გიყვარს სიტყვაზე ვთქვათ ტომ ფორდის ლოს ჩერი, არ შევადარებ. ნუ ლოს ჩერი ცოტა სხვა მიმართულება, უფრო რაღაცა მოტკბოა ძალიან, რაღაცა მოხარშულ კამპოტს გავს, აქ სხვანაირი. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ნოტებში ალუბალი საერთოდ არ აქვს, მაგრამ აი პირველივე გარსხმიდან გძნობ ძალიან საოცარ ალუბალს და ასევე ლამაზ მუსკულს. ანუ მუსკულსი ბევრნაირია, არის უხეში, აქ არ არის უხეში, აქ მუსკულსი არ ყარს და ძალიან ლამაზად არის გაკეთებული ალუბალთან ერთად. საოცარი სუნამოა, უმაგრესი მდგრადობა, უმაგრესი შლეიფი და ნუ არ ვიცი, როგორც ქალბატონს ისევე მამაკაცს ძალიან უხდება. ეს არის ერთ-ერთი ინიციოს ქმნილება.
ეს არის initios out for happiness. ეს არის წიწვოვანი სუნამო, აი ვიღაცას ვისაც მოგწონთ დიორის ელექსირი და გონიათო მაგარი სუნამოა წიწვების თემაში და მაგ მიმართულებით აუცილებლად ატესტეთ ეს. ეს არის ძალიან დახვეწილი, ბევრი სიმწვანეები, ცოტა ნაძვი იგრძნობა და ძალიან მაგარი სუნამოა. მე დიდად ეგ მიმართულება არ მიყვარს, მაგრამ დატესტე, თავიდანვე დავტესტე, არ მომეწონა მე და რამოდენიმეჯერ მე რო დავისხი და ვატარე, ნამდვილად ძალიან კარგი სუნამოა. ასე რომ დატესტეთ აუცილებლად. initios side effect. ეს არის ერთ-ერთი უმაგრესი სუნამო, ალბათ ამას დავაყენებდი მეორე ადგილზე ინიციოებში. აქ არის საოცარი რომი, ასევე ლამაზი ცოტა ტყავის ნოტები. ასევე აქვს საოცარი თამბაქო. ამ სუნამოს ძალიან ვამსგავსებ კლაივ კრისტიანის Blood Ambers. ეს არის ერთ-ერთი უდახვეწილესი ამ მიმართულებით. ინიციო ქმნის ქმნილებებს, უშვებს საოცარ სუნამოებს, ძალიან ბევრი მაგ თამბაქოს და ალკოჰოლის თემაზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული და უდახვეწილესი. ეხლა კიდე initios out for greatness. ეს არის სუნამო, რომელიც ყველაზე მაგრა მიყვარს და წლებია მაგ და ამ ბეზრდება. 1-5 წლის უკან ლუტეციაში დავტესტე, ისე მომეწონაო განვადებით ვიყიდე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხის ნოტების თემაზე სუნამო. ასევე საოცარი ლავანდა აქვს, ისეთი მაგარი, რომ ჭკუიდან გადაყევხა. არ არის ტკბილი ძალიან, აქ ოდნავ სიტკბო, აქვს საოცარი ხის ნოტები ლავანდასთან ერთად და ჟღერს საოცრად. შლეიფი ისეთი აქვს, რომ გასხია გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი დაფარული აქვს და ჩემი ფავორიტი. ჩემს საყვარელ სამსუნამოში შედის, რომელიც არასოდეს არ მომბეზრდება. მაქვს ხოლმე პერიოდები, რომ რაღაცა სუნამო მომწონს, მე მბეზრდება, მაგრამ ეს 5 წლის მანძილზე ვერ მოვიბეზრე. initios out for greatness. საოცარი სუნამო. თუ საინტერესო იყო ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და შემდეგში ერთი კაი ბრენდი უნდა შემოგთავაზოთ, იმას ავღწევ.